საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის არც დანაშაულის მოტივი. და ახლა თავდასხმის მსხვერპლი თავისუფალი დემოკრატების გენერალური მდივანი ალექსი პეტრიაშვილია არჩევანის სტუმარი. მასზე თავდასხმისთვის ერთი პირი დაკავებულია, თუმცა ამ დრომდე საზოგადოებამ არ იცის ვინ დაუკვეთა პეტრიაშვილზე თავდასხმა, ან ვინ იყო ის მეორე ადამიანი, ვინც საბურთალო სასაფლაოზე ოპოზიციის ლიდერს სასტიკად გაუსწორდა. რას ფიქრობს ამაზე ბატონი ალექსი? ჩვენ ახლა პირდაპირ ეთერში გვეტყვის. მოგესალმებით ბატონო ალექსი. მოგესალმებით. ჩვენ ხედავთ როგორ მიმდინარეობს გამოძიება, რა შედეგებამდე ვართ მისული თავისუფალი დემოკრატები და თქვენ პირადად აცხადებდით, რომ სანამ არ გახდებოდა ცნობილი გამოძიების შედეგად დამკვეთის ვინაობა, მანამდე თქვენ არ ჩათვლიდით, რომ ეს საქმე დამთავრებული, მაგრამ ჩვენ ხედავთ, რომ არავის ვინაობა არ გაუგია საზოგადოებას. შესაბამისად, რამდენად ენდობით თქვენ, რომ ეს გამოძიება ოდესმე დასრულდება ასეთი შედეგით, მივა ამ შედეგამდე? პირველ რიგში მინდა ხაზგასმით აღვნიშნო და გამიჟნო პოლიტიკური თავდასხმებისგან ჩემი შემთხვევა, ეს არის ნამდვილად კერძო შემთხვევა. მე ამას მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ დღეს თქვენს ეთერში. ბევრი ფაქტების და ბევრი მტკიცებულებების მოპოვების შემდეგ. დიდი მადლობა ბატონო ალექსი. ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალი დემოკრატების გენერალური მდივანი გვერდებოდა პირდაპირ ეთერში.